იურიდიული დახმარების სამსახური წარმოგიდგენთ გადაცემას სამართლებრივი რჩევები რაჟდენ კუპრაშვილთან ერთად. მიიღეთ უფასო კვალიფიციური კონსულტაცია თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე იურიდიული დახმარების სამსახურის კომპეტენტური იურისტების დახმარებით. სამართლებრივი რჩევები რაჟდენ კუპრაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. დღემშვიდობისა მოგესალმებით, მე გახლავთ რაჟდენ კუპრაშვილი, გადაცემა სამართლებრივი რჩეველის წამყვანი. მე მინდა მსმენელს შევახსენო, რომ გადაცემა ხორციელდება იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის ფარგლებში. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა გახლავთ სამშენებლო სამართალი და სტუმრად გვყავს მოწვეული ადვოკატი, იურისტი ბატონი ლაშა მჭედლიძე. დიდი მადლობა ბატონ ლაშა, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. მსმენელს მინდა შევახსენო, რომ მათ შეუძლიათ მოგმართონ პირდაპირ ეთერში 2 92 11 88 2 92 11 99 ტელეფონის ნომერზე და დაუსვას იურისტს შეკითხვები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ბატონ ლაშა, მოდი გავშალოთ დღევანდელი სასაუბრო თემა. სამშენებლო სამართალი დღეს ყველაზე მეტად აქტუალური არის. ბევრი პრობლემები არსებობს, მათ შორის მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, ასევე მინდა დღევანდელ ჩვენს ეთერში ვისაუბროთ იმ ამინისტიასთან დაკავშირებით, რაც პრობლემურ მშენებლობებთან დაკავშირებით არის მიღებული, რა გამოწვევები არის და თავიდან დავიწყოთ. სამშენებლო სამართლის ისტორიასაც შევეხოთ, საიდან დაიწყო აღნიშნული ნორმების, ესე ვთქვათ, ამოქმედება და დღეს რა რეფორმების ეტაპზე ვართ. მოგესალმებით რაჟდენ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან აქტუალური თემაა დღემდე სამშენებლო სამართალი და მისი არსებული რეგულაციები, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან დიდ ეფექტსა და რეალურად ზემოქმედებას ახდენს. სამშენებლო სამართალის რეალური საფუძვლები ისტორიულად ძალიან შორს მიდის, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებში პრაქტიკულად საბჭოთა კავშირიდან შეგვიძლია პირველი შტრიხები დავინახოთ საკანონმდებლო დონეზე. ეს იყო შემთხვევები, როდესაც წესრიგდებოდა იმ გარკვეული ტიპის შენობა ნაგებობებისა და გარკვეული ტიპის სარგებლობის კატეგორიების ფორმირება და მოსახლეობისთვის იმ შეთავაზების მიცემა, თუ რა ფორმის სარგებლობით შეეძლოთ მათ კონკრეტული უძრავი ქონების ფლობა. მოგხსენებათ, მაშინ ძალიან შეზღუდულად იყო საკუთრების უფლება საბჭოთა კავშირში, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო სისტემა იყო მოწყობილი ამდაგვარად. შესაბამისად, ის რაც შენდებოდა, აბსოლუტური უმრავლესობა დაახლოებით 90% წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, თვითონ სახელმწიფო ახორციელებდა მშენებლობას იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც შემდგომში გადასცემდა ეგრეთ წოდებული ორდერების საფუძველზე კონკრეტულ სუბიექტებს და ეს ადამიანები დროებით მოსარგებლეებად რეგისტრირდებოდნენ კონკრეტულ უძრავ ქონებებში. თუმცა დღეს უკვე გარკვეული თავისუფლება არის ამ კუთხით, გულისხმობ იმას, რომ კერძო კომპანიები ახორციელებენ კერძო ბიზნესის განვითარების მიზნით და აი აქ გვაინტერესებს რა რეგულაციები არის დღესდღეობით, იგივე თქვათ კომპანია, რომელიც აწარმოებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და რა რეგულაციებს უნდა ექვემდებარებოდეს ზოგადად და სტანდარტებს აღნიშნული პროექტები. კი ბატონო, როგორც თქვით, ეს მშენებლობის ექსკლუზიური უფლება, როდესაც დათმო, ასე ვთქვათ, სახელმწიფომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დღის წესრიგში შემოვიდა უკვე კერძო კომპანიების მიერ განხორციელებული მშენებლობები. სახელმწიფომ, ასე ვთქვათ, გვერდზე გადაინაცვლა და თვითონ მშენებლის როლი დაუთმო კერძო კომპანიებს, ასე მოხდა საქართველოშიც და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში. რეალური საკუთრების თვალსაზრისით სამშენებლო სამართლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებრივია საკუთრებაა. განხორციელდა ძალიან დიდი რეფორმა 90-იან წლებში, როდესაც ასობით ათასი უძრავი ქონების პრივატიზების საკითხი დადგა დღის წესრიგში. ანუ ეს არის მომენტი, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივი გადადის კერძო საკუთრებაში კონკრეტული სუბიექტების მიმართ. ამ ყველაფრის სისტემური ფორმირება
განხორციელდა რეალურად იმ ვითარებაში, როდესაც ბოლომდე იდენტიფიცირებული არ იყო ყველა სუბიექტის უფლება და დღემდე არის ეს პრობლემა. ძალიან ბევრი არაპრივატიზებული პარტია და დღემდე გრძელდება საბჭოთა კავშირში არსებული უძრავი ქონებების გადაცემა კერძო საკუთრებაში. დღეს ვითარებით, როდესაც კერძო კომპანიები ახორციელებენ უძრავი ქონების მშენებლობას, აბსოლუტურად მათზე გადავიდა, ასე ვთქვათ, რისკი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარისხით ახორციელებენ მშენებლობას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და დიდი ხარვეზი არის ჩვენს ვითარებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან რთულია იმის გაკონტროლება, მაგალითად რა ხარისხის ბეტონით ახორციელებს კონკრეტული მშენებელი უძრავი ქონების აშენებას. განსაკუთრებით იზრდება ეს რისკი, როდესაც საქმე ეხება მაღალი რისკის შემცველი შენობა-ნაგებობის მშენებლობას. აი მაგ მინდა ჩაგეკითხოთ, ეს არის დღეს ყველაზე აქტუალური და რაც ალბათ ჩვენს მსმენელს აინტერესებს. მოდი დავიწყოთ თავდაპირველად. პირველი, როცა სამშენებლო პროექტი მტკიცდება და გადის, ესე ვთქვათ, ადმინისტრებას, ანუ პროექტი თავის ექსპერტიზასთან ერთად წარედგინება მერიას დასამტკიცებლად, სადაც როგორც კონსტრუქციული ნაწილი, ისე პროექტის ვიზუალიც თანხმდება და ესე ვთქვათ, ეძლევა სამშენებლო კომპანიას ნებართვა. აი ამის შემდგომ რა ესე ვთქვათ, მექანიზმები არსებობს და კონტროლის მექანიზმები, რომ ნამდვილად აი იმ ხარისხის ბეტონი არის გამოყენებული, კონსტრუქციული ნაწილის ცვლილებები არ ხდება. ხშირ შემთხვევაში დღეს ზუსტად ამ მიზეზების გამო ვერ ხდება მშენებლობების აშენებული ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება და დამტკიცება. ანუ შვიდა რაიმე სახის რეგულაციები არის, სადაც მესამე პირი ამ შემთხვევაში თუნდაც სახელმწიფო ორგანიზაცია ან მისგან დაკვეთილი რომელიმე კომპანია უკეთებს ზედამხედველობას იმ ფარულ სამუშაოებს და ხარისხის ესე ვთქვათ ზედამხედველობა დავარქვათ ამ ყველაფერს. ამ საკითხს მსჯელობისას ცოტათი უკან უნდა გადავინაცვლოთ, როდესაც დაახლოებით 2005-6 წლებში განხორციელდა ლიბერალიზაციის ეგრეთ წოდებული დიდი რეფორმა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად ყველა ლიცენზია გაუქმდა, რაც კი უკავშირდებოდა მშენებლობას. ეს რომელი წლებია? დაახლოებით 2006 წელია. ბენდუკიძე იყო მაშინ ამ რეფორმის ერთ-ერთი ავტორი და იდეა იყო ის, რომ მაქსიმალურად ბევრი მშენებლობა უნდა განხორციელებული იყო, იმიტომ რომ მშენებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაპროვოცირებელი ეკონომიკური ზრდის. განხორციელებულ მშენებლობას მოყვება მთელი ჯაჭვი ეკონომიკური აქტივობისა. იყიდება კონდიციონერი, იყიდება ლამინატი, სხვადასხვა ტიპის ავეჯი, ეს ყველაფერი ის აისახება იმაზე, რომ გადასახადებს იხდის კონკრეტული მეწარმე სუბიექტი და სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხები შედის. სწორედ ლიბერალიზაციით განხორციელებულ მასობრივ მშენებლობას უნდა ვუმადლოდეთ იმ რეკორდულ ეკონომიკურ ზრდას, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ამ რეფორმის შედეგად რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც რეალურად ყველას ეძლეოდა შესაძლებლობა, თუნდაც მცირე მასშტაბით, ოღონდ დიდი რაოდენობით განახორციელებინათ მშენებლობები. ანუ მიიღოთ გაადვილებული ფორმით სამშენებლო ნებართვები. გაადვილებული ფორმით ღებულობდნენ სამშენებლო ნებართვებს, არ არსებობდა პრაქტიკულად არანაირი კონტროლი იმაზე, რა კონკრეტული არქიტექტურის უბანი იყო ის, სადაც იგეგმებოდა მშენებლობა. ამასაც თქმა უნდა უარყოფითი მხარეებიც აქვს. ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ ისეთი უბნები თბილისში, როგორც არის ორ სასახლის უკან არსებული ტერიტორია. ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა ხორციელდებოდეს უბნის დაგეგმარება ელემენტარულად მაგდროისთვის იყო და აი დაგეგმარება ქალაქის გენგეგმა შეთანხმებული, მე მგონი ძველი არსებობდა რაღაც და კონკრეტულ უბნებზე არის. ქალაქის გეგმები უბნის დონეზე ყოველთვის არსებობდა. 2009 წელს დამტკიცდა პირველი თბილისის გენგეგმა, რომელიც საფუძველი გახდა უკვე შემდგომი გენგეგმებისა. თუმცა გენგეგმის მიღმა არსებობს ისეთი ტიპის კანონმდებლობა, ეგრეთ წოდებული სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის საშუალება, რომელიც აძლევს სახელმწიფო უწყებას ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, ეს არის თვითმმართველი ერთეული,
გაზარდოს სამშენებლო კოეფიციენტი და იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული გეგმით არის გარკვეული შეზღუდვები დაწესებული, ამ შეზღუდვების გვერდის ავლით მოახდინოს მშენებლისთვის უფრო დიდი გაბარიტის შენობა-ნაგებობის აშენების უფლების მიცემა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რუსთაველზე არსებული ბილთმორი, რომელიც დაახლოებით 5-ჯერ აღემატება არსებულ განაშენიანებას, მაგრამ რადგანაც ეკონომიკური ინტერესი იმდენად დიდი იყო და ინვესტიციის რაოდენობა იმდენად დიდი იყო მოცემულ სიტუაციაში, მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, შეიძლება ვინმეს არ მოწონდეს არქიტექტურულად, ვინმეს მოწონდეს, ფაქტია, რომ ეკონომიკური ფაქტორები დიდ ზეგავლენას ახდენს სამშენებლო გადაწყვეტილებების მიღებაზე. დიახ. რაც შეეხება იმ საკითხს, როგორ ხდება თვითონ მშენებლობის ნებართვის გაცემა დღეს. გვაქვს სამსაფეხუროვანი სისტემა, თავიდან ხდება ეგრეთ წოდებული ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა, ეს არის უზოგადესი ტიპის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე რა ტიპის შენობა-ნაგებობა შეიძლება აშენდეს და განსაზღვრება სამშენებლო პარამეტრები. მიწის ნაკვეთის რამდენი პროცენტი შეიძლება მაქსიმუმ აითვისოს შენობა-ნაგებობამ, მიწის ნაკვეთის მინიმუმ რამდენი პროცენტი უნდა დაეთმოს გამწვანებას და ჯამში რამდენი კვადრატული მეტრი შეიძლება გამოიყენოს მშენებლობის განხორციელების მსურველმა. ეს არის პირველი ეტაპი, რომელსაც კონკრეტიკა არ ახასიათებს და აქ არ გვაქვს ისეთი ტიპის დოკუმენტი, როგორც არის არქიტექტურული პროექტი. როდესაც დაამტკიცებს თვითმმართველი ერთეული ამ კონკრეტულ საკითხს და გაიცემა ქალაქმშენებლობითი პირობების ბრძანება, შემდგომ უკვე ეძლევა შესაძლებლობა მშენებლობის განმახორციელებელ სუბიექტს, რომ გადავიდეს მეორე ეტაპზე, რომელსაც ეწოდება არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. არქიტექტურული პროექტი არის უკვე დეტალიზირებული სქემები, ჭრილები, ფასადების პროექტი და დაკავშირებული დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს რა კონკრეტული შენობა-ნაგებობა უნდა დადგეს, რა არქიტექტურა უნდა ქონდეს ვიზუალური თვალსაზრისით და რა დანიშნულებით შეიძლება იგი იქნას გამოყენებული. ეს არის უკვე მეორე ეტაპი, რომელიც ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის თვითონ არქიტექტურის განსაზღვრისთვის. ეს ორი ეტაპი არის, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან დაკავშირებული. და ამის დამტკიცების შემდეგ მოდის უკვე ყველაზე მთავარი, ეს არის შენებლობის ნებართვის ბრძანება. შენებლობის ნებართვის ბრძანებას როგორც კი მივიღებთ და ეს იქნება დადებითი ხასიათის, მხოლოდ ამ წამიდან გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მშენებლობა და ვაწარმოოთ სამშენებლო სამუშაოები. ამ ყველაფერს გააჩნია აბსოლუტურად სისტემური ხასიათი. ერთი ეტაპის უარყოფის შემთხვევაში სრულად გამორიცხულია, რომ გადახვიდე შემდეგ ეტაპზე. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ერთი ეტაპის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში უარი გეთქვას მეორე ეტაპზე. მაგალითად, პირველი ეტაპი გაიარე და მეორე ეტაპი შეიძლება არ შეთანხმდეს. შეიძლება არ შეგითანხმდეს, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული შეზღუდვები არსებობს. თითო ეტაპს თავისი ავტონომიობა აქვს, ეს არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ჭრილში ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ დოკუმენტს და ცალკე ექვემდებარებიან პოტენციური დავის შემთხვევაში გასაჩივრებას. რასაც მიმდინარეობს ხოლმე შემდგომში დავა. მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის სამეზობლო ინტერესების გათვალისწინება და ამ მიმართულებით არსებული დავების უმრავლესობა სწორედ მეზობლების მიერი წარმოება ხოლმე, როდესაც მაგალითად კონკრეტულ სუბიექტს არ მოწონს იმ ტიპის შენობა-ნაგებობის პოტენციურად მის გვერდით განთავსება, როგორცაც ითვალისწინებს ხოლმე არქიტექტურული პროექტი. აი, მაგ მინდა შეგეკითხოთ, ძალიან ბევრი დავა არის აღნიშნულ დაკავშირებით იგივე სხივის ათვლა, ხო? შეიძლება სამეზობლოში უცებ ისეთი კორპუსი აგიშენდეს, რომ ანუ შენს საცხოვრისისგან პრაქტიკულად არანაირი ხედი არ რჩება და მთლიანად ესე ვთქვათ გეცვლება. მაგის ხოთაშორის მაგალითები ეგრეთ წოდებული იპოდრომთან მიმდინარე მშენებლობები იყო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ რაღაც ხედები ქონდათ იპოდრომს გადაყურებდნენ და უცებ მის წინ დაიწყო რამოდენიმე მეტრში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა. აი ამ შემთხვევაში გვხდება ორი პრაქტიკა. ხშირად არის, რომ როცა
თანხმობების შედეგად იღებენ ესეთ დადებით გადაწყვეტილებას, ანუ იმ შემთხვევაში თუ მომიჯნავე მესაკუთრე იძლევა კონკრეტულ თანხმობას, ეს არის თქვათ დადებითად საკითხის გადაწყვეტის საფუძველი, მაგრამ რამდენად ეს სამართლიანია, ხო? ეს არის მოცემულობა, რომელიც რჩება და ქალაქს რჩება, ხო? ამ სახით მიმდინარე მშენებლობები და შემდგომში შეიძლება ამ წარმოშვას სხვა პრობლემები, იგივე სხვა მესაკუთრეები იცვლებიან, შემდეგ ისინი ხდიან სადავოდ კონკრეტულ ვითარებას. ამ შემთხვევაში რა პრაქტიკა არის? ჩვენ გვინახია მშენებლობები, რომელსაც არ აქვს ნებართვები, აშენებენ თვითნებურად, სადავოდ ხდება რაღაც აქტები და ზოგიერთ მშენებლობამ მიაღწია, რომ რაღაცა ლეგალიზების საფუძველზე შენობამ შეიძინა კანონიერება. ამ პრობლემებს როგორ ხედავთ? საინტერესო კითხვა არის ნამდვილად. მეზობლებთან ურთიერთობა არის საფუძველი იმ კონკრეტული სამართალ ურთიერთობის სწორად მოწესრიგებისა, რასაც ეწოდება მშენებლობის სამართალი. უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად განსხვავებული ვითარება გქონდა ჩვენ 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მოქმედებდა ეგრეთ წოდებული განათებულობისა და ინსოლაციის კანონმდებლობა, რაც დამატებით შეზღუდვებს უწესებდა მშენებელს, რომ გაეთვალისწინებინა მეზობლად არსებული შენობა-ნაგებობის განათებულობა და ასე ვთქვათ ინსოლაცია, რასაც განიავების მინიმალურ სტანდარტს ეძახიან. ესეც იმ დიდ სამშენებლო ლიბერალიზაციის რეფორმაში მოხდა, რასაც ახლა გესაუბრეთ, როდესაც გაუქმდა ესეთი ტიპის შეზღუდვები. პრაქტიკულად ლიბერალიზაცია დავარქვით შემდეგს. ყველა უფლებები შეიზღუდოს, ანუ მე თუ მაქვს უფლება იგივე ამ განიავების, იგივე ამ ესე ვთქვათ განათების პრაქტიკულად გაუქმდა ეს ნორმები და მივიღეთ ზუსტად აი კარგი მაგალითი მოიყვანეთ თბილისში სპორტის სასახლესთან, ანუ აი არც განიავება ხდება და მეგონი არც გასხივოს. ეს იყო მაგალითი, როგორ შეიძლება რომ თვალი დავხუჭოთ ისეთი ტიპის სიკეთეებზე, როგორც არის ხარისხიანი უბნის მოწყობა, ოღონდ კი ვინმეს რამე ეშენებინა და ვინმეს რაიმე სახის ინვესტიცია ჩაედო მშენებლობაში. ეს ეტაპი ნამდვილად გავიარეთ. ამის ნათელი მაგალითი არის ის ქაოტური მშენებლობები, რომელიც დღემდე ხდება თბილისის ცენტრში და ამას 10 წლეულები დაჭირდება, რომ რაიმე ფორმით ეშველოს და მისი პრობლემა გადაწყდეს. რაც შეეხება მეზობლების საკითხის გათვალისწინებას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრად გამკაცრებული არის 2022 წელს მშენებლობის ნებართვის გაცემა, ეს კონკრეტული მიმართულება კვლავ ლიბერალურ ჭრილში არის დატოვებული. საუბარი მაქვს ხედების ფაქტორს, საუბარია იმაზე, რომ განათებულობა და ინსოლაცია კვლავაც დარჩენილია, ასე ვთქვათ, ძველ კანონმდებლობად და დღევანდელ ვითარებაში გვაქვს მოცემულობა, რომ შეზღუდვები დაწესებული არის ისეთ ტიპის საკითხებზე, როგორც არის სახანძრო უსაფრთხოება, როგორც არის ობიექტში მისვლის დროს ავტოპარკირების მინიმალური სტანდარტის დაცვა და იმდენი ავტოსადგომის გათვალისწინება, რომელიც მინიმუმ დააკმაყოფილებს არსებული განაშენიანების სტანდარტს. შესაბამისად, ეს ყველაფერი დღევანდელ ვითარებაში არის ოდნავ შემსუბუქებული, თუმცა მთლიანობაში მაინც ვხედავთ იმას, რომ მეზობლების ინტერესი მაინც უკანა პლანზე არის გადაწეული. მეზობლების თანხმობები გათვალისწინებული იყო, ეგრეთ წოდებული 4-13 დადგენილება იყო თბილისის ტერიტორიებზე არსებულ უძრავქონებებთან მიმართებით, როდესაც 3 მეტრიანი მიჯნის ზონის დარღვევა შეგეძლო მეზობლის ნოტარიული თანხმობის პირობებში, რომ იქ განგეთავსებინა ღიობი. ღიობი არის ფანჯარა, ან კარები, ან აივანი, ნებისმიერი ღია სივრცე. თუმცა ეს შემდგომში აგრეთვე გააუქმეს და იძულებული გახადეს მშენებელი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ყრუ კედლით განახორციელებინა მშენებლობა მეზობელი მიწის ნაკვეთის მიმართ. ერთადერთი გამონაკლისი დაიშვებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი 90 გრადუსიან კუთხეს დაიცავდა და არაპირდაპირ განახორციელებდა ღიობის განთავსებას, არამედ 90 გრადუსიანი კუთხის მოbrunებით. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ვითარებაში ცოტათი უფრო გააუმჯობესეს, ასე ვთქვათ, სამეზობლო
ურთიერთობები იქიდან გამომდინარე, რომ ღიობის განთავსების საკითხი არის განსხვავებულად მოწესრიგებული. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ხორციელდება შენებადნაგებობის განთავსება, იგი უნდა აკმაყოფილებდეს არსებული უბნის განაშენიანებას და თვითონ მეზობელს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი თავი დაიცვას სამართლებრივი დავის წამოწყების გზით და უამრავი მშენებლობის ნებართვა გაბათილებულა გაზრდილი კოეფიციენტის პრობლემატიკით. როდესაც მეზობელი ასაჩივრებს მშენებლობის ნებართვას და დაკავშირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს იმ არგუმენტაციით, რომ მოხდა კოეფიციენტის გაზრდა ისეთ ვითარებაში, როდესაც უკვე აღემატება გაცემული ნებართვა არსებულ განაშენიანებას ბევრად უფრო დიდი ოდენობით, ვიდრე ეს შეიძლება განგებინთ იყოს გათვალისწინებული. თუმცა მაგ კიდევ სხვა პრობლემებია, იგივე მეზობელს რამდენად ხელი მიუწვდება ამ მართლმსაჯულებაზე, არის იქ ადვოკატის აყვანის ფინანსებთან არის ეს დავებიც მათ შორის ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში ამის გამო ვერ გრძელდება და მშენებელი ამას სარგებლობს. ერთ-ერთი ესეთი ძალიან საინტერესო საკითხი არის ძველ უბნებში, სადაც ბევრ მშენებლობას აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი მინიჭებული თბილისში, ესეც რაღაც ჩემდა გასაოცრად უცებ ერთ აქტში აღმოჩნდა, რომ თითქმის აშენებული შენობა ნაგებობის დიდი პროცენტი ისტორიული სტატუსის მქონე და ამის შემდგომ ინდივიდუალურ ნებართვების დროს მეოთხე ეტაპით შეიძლება ქონოდა გასავლელი, ეს იყო ამ სტატუსის ცვლილებებთან დაკავშირებით და მორგებასთან დაკავშირებით. ამან გამოიწვია ეს პრობლემა, რომ ბევრი ადამიანი, ვისაც სურს განაახლოს, ესე ვთქვათ, თავისი საცხოვრისი ან გააუმჯობესოს, არ ეძლეოდა ამის საშუალება და ესე ვთქვათ, ამ ძველ სახლში, რომელიც ხშირ შემთხვევაში საავარიო სიტუაციაშია და სიცოცხლისთვის სახიფათო არის იქ ცხოვრება, უწევთ ამ სახლებში ცხოვრება და ზუსტად ამის გამო არ ინტერესდება ინვესტორის შევიდეს შიგნით, ესე ვთქვათ, გააუმჯობესოს ან გაიყვანოს ან ჩანაცვლება გააკეთოს. ანუ აქ ამ შემთხვევაში რა რჩევებს ვაძლევთ აი ესეთი მაცხოვრებლებს, რა ეტაპები უნდა გაიარონ თუნდაც ამ სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით. ხშირად ეს სტატუსი არის ზუსტად დამაბკოლებელი ინვესტორის. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ მშენებლობის სამართალი არის ძალიან სპეციფიური სფერო. ეს არის დარგი, რომელსაც სჭირდება უამრავი კონსულტაციის გავლა, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, როგორც უძრავი ქონების ყიდვიდან დაწყებული, ასევე გაგრძელებული უძრავი ნივთის გაყიდვით და საბოლოოდ დასრულებული შენებლობის წარმოებით, რომელიც ყველაზე რთული კატეგორიაა და ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ და დაუთმოთ იმ საკითხებს, რა შეიძლება გვემუქრებოდეს. როდესაც ვსაუბრობთ ისტორიულ არეალზე და ისტორიულ უბნებზე, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ის, რომ ეს არის განსაკუთრებული რეგულირების რეჟიმის სივრცე, რომელსაც დამატებითი სიმკაცრეები ახასიათებს გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო კანონმდებლობა არის მორგებული ამდაგვარად და იმ ფაქტორების განხილვისას, როდესაც სურს მაგალითად, რომ ჩვენ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ან რეაბილიტაცია მოვახდინოთ ჩვენ თვითონ, ან რეკონსტრუქცია, უნდა იქნეს აუცილებლად ეს ყველაფერი შეთანხმებული კონკრეტულ სპეციალისტებთან. მეოთხე ეტაპის სტატუსი შეგვიძლია დავარქვათ დაახლოებით ესეთი რაღაც, როგორც სტატუსის მოხსნას, აგრეთვე თანხმობის მიღებას. არსებობს სპეციალური კომისია კულტურის სამინისტროში, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა უწყებებისგან შედგება ეს კომისია. სხვადასხვა სპეციალისტებისგან შედგებიან, რომელსაც გააჩნიათ უფლებამოსილება, რომ გასცენ რეკომენდაცია ისტორიულ ძეგლზე განსახორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით. ასეთი რეკომენდაციით შესაძლებელი არის, რომ უკვე კლასიკურ ჩარჩოში მოექცეს უძრავი ნივთის განვითარება. წეგან რასაც ვისაუბრეთ სამ ეტაპიანი მშენებლობა, თუ კი ასეთი თანხმობა იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიიდან, შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოვახდინოთ უკვე კლასიკურად მშენებლობის ნებართვის მიღება ჩვეულებრივი პროექტის შეთანხმებით. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ამ სტატუსის მოხსნაზე,
ეს უკვე სულ სხვა განსხვავებული წესით მიმდინარეობს. თუ მოვახერხებთ და სტატუსს მოვახსნევინებთ, რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, მე ბუნებრივია აღარ გვექნება ის შეზღუდვა, რომ განვახორციელოთ შესაძლებელია რომ სრულიად ახალი ესე ვთქვათ პროექტიც განხილული იქნას იმ ადგილას. ეხლა ერთი ესეთი საკითხი და ალბათ ჩვენი გადაცემის ეს ნაწილი უნდა დაუთვათ ამ დიდ პრობლემას. მიმდინარე მშენებლობებთან მიმართებით და როცა უძრავი ქონებების გასხვისება ხდება, პირველი საკითხი, როცა ხშირ შემთხვევაში საწყისი პროექტის განშლის ესე ვთქვათ ნახაზები საბოლოო ჯამში არ ედრება, როცა ასრულებენ მშენებლობას, მაგალითად თუ სართულზე არის წარმოდგენილი 2 საცხოვრებელი ბინა, ჩვენ შესაძლებელია მშენებლობის დასრულების შემდეგ ვიხილოთ იმ სართულზე 3 ან 4 გაორმაგებით. ეს სხვადასხვა პრობლემებით არის, როცა პროექტი თანხდება, იქ თანხმედრაში იყოს ესე ვთქვათ საპარკინგი ადგილები და ამის შემცირების ხარჯზე აკეთებენ, რომ ბინები ნაკლები გამოჩნდეს. თუმცა მოქალაქეებს თავიდან როცა ესე ვთქვათ იწყებს ურთიერთობა სამშენებლო კომპანიასთან, რომელსაც ჯერ კიდევ კადლავანიც არ აქვს ამოღებული და უბრალოდ სურათი აქვს გამოდებული რაღაც სამშენებლო ობიექტზე და ესეთი კარგი საცხოვრისი იარსებებს აქ რამოდენიმე თვეში და შეგიძლია შეეძინო. აი აქ ამ რისკებთან დაკავშირებით მინდა დღეს ვისაუბროთ და მოქალაქეებმა რას უნდა მიექცეს ყურადღება, როცა ესეთ გარიგებაში შედის სამშენებლო კომპანიასთან. უმარტივესი რჩევა, რაც შემეძლია მივცე ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს, არის ის, რომ აუცილებლად გაიარონ კონსულტაცია კვალიფიციურ სპეციალისტებთან, ადვოკატებთან, იურისტებთან, რომელსაც აქვთ უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ეს არის სფერო, სადაც ძალიან ბევრი რისკი არსებობს. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება არასტანდარტულ სახელშეკრულებო ოპერაციას. არასტანდარტული ხდება სახელშეკრულებო ოპერაცია მაშინვე, როგორც კი იგი გაცდება მარტივ ნასყიდობის ხელშეკრულებას. როგორც კი სამომავლო ნასყიდობა გაჟღერდება, როგორც კი ბანკი გაჟღერდება, როგორც კი იპოთეკა გაჟღერდება უძრავი ნივთის შეძენისას, ავტომატურად საკითხი იზრდება არასტანდარტულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და დაუშვებელია, რომ ასეთ პროცესში თითოეული მხარის სასარგებლოდ არ იყოს ჩართული შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იურისტი. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს არ ხდება. ეს არ ხდება ხშირ შემთხვევაში და ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ უამრავი დაზარალებული გვყავს ქვეყანაში ისეთი უძრავი ქონებების ყიდვასთან დაკავშირებით, როდესაც არც ნებართვა იყო გაცემული, დაყადაღებულ ქონებებს ყიდულობდნენ იპოთეკაში ჩადებულ ქონებებს, ყიდულობდნენ ისეთი პირისგან, რომელიც მესაკუთრეც კი არ იყო. უამრავი შემთხვევა არსებობს, როდესაც ელემენტარული კონსულტაციით იქნებოდა შესაძლებელი, რომ თავიდან აერიდებინათ მსგავსი ტიპის პრობლემები, მაგრამ დაუდევრობის, კულტურის არარსებობის გამო, ანუ იურიდიული კულტურას უგულისხმობ, როდესაც გჭირდება გარკვეული საკითხის მოგვარება და არ მიმართა კონსულტაციისთვის კონკრეტულ იურისტს. ეს ყველაფერი ქმნის იმ პრობლემას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა თავისივე მიზეზით. ელემენტარული კონსულტაცია არ გაიარა. ხშირ შემთხვევებში ეს კონსულტაცია უფასოც გია. არ მაქვს ახლა რთული კატეგორიის და რაღაც მაღალკვალიფიციური იურიდიული ბიუროების შემთხვევები, რომლებიც ეს ალბათ უფასო იმ ეტაპამდე, როცა რაღაცა ცნობიერების ცნობიერება შეგძინოს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ახლა სიღრმისეულ კონსულტაციაზე თუ მიგიმედგება საკითხი, იქ არის პროექტის შესწავლა, აქ ხო არ არის გამოწვეული იქიდან ეს პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ აქ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. მოდით ესე ვთქვათ, ჩვენ ნაჩვევი ვიყავით, საბჭოთა კავშირის აი თქვენ კარგი ისტორია გააკეთეთ, ნაჩვევი იყო ადამიანი, როცა სახელმწიფო აბარებდა აშენებულ ნაგებობას და შესაბამისად ნდობა ასეთ ორდერები იქნებოდა ეს თუ ამ ფორმით გადაცემა სხვაგვარი იყო. ამის შემდეგ რაღაც უცებ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში და აქ ამ
დამოუკიდებლობამ, გულისხმობ იმას, რომ ამ გარიგებების დამოუკიდებლობამ, რომ ვიღაცა დამოუკიდებლად აშენებს, ვიღაცა დამოუკიდებლად გაასხვისებს, დამოუკიდებლად განსაზღვრავს ფასს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაღაც უფრო მეტი პასუხისმგებლობების გადანაწილება გვხვდა წილად. და ამ შემთხვევაში იმოცემულობაში, რომ მოქალაქეს არ აქვს ეს სამართლებრივი ცნობიერება მაღალი და მიდის კარგ ოფისში, ესე ვთქვათ, ხდება იქ ეს მენეჯერი, რომელიც წარუდგენს ამ პროექტს, ეთქვის, რომ აი თქვენი ბინა კონკრეტულად ამ ადგილას იქნება და არანაირი სამართლებრივი დოკუმენტაცია, რაც უნდა ახლდეს ამ პროცესთან, მისი შემოწმება არ ხდება. და უბრალოდ ეს დასიტყვების დონეზე ხდება ამ გარიგების დადება და ამით მე აღმოჩნდება, რომ არც პროექტი არის, არც იმ ადგილას არ ედრება მისი მიერ ნაყიდი ბინა, არც იმ ხედით არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მოდით ახლა დავიწყოთ ჩვენ ამ რისკებთან დაკავშირებით და მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია მოქალაქებს. პირველი ის, რომ ალბათ პროექტიდან უნდა დავიწყოთ, რომ პროექტი უნდა ნახოს და შეისწავლოს. თუმცა ქართულ კაცს აქვს ესეთი გამონათქვამი, ხო იცი, ექიმთან რომ მიდის და მეტი კითხვა რატო არ დაუსვევ შენს დაავადებასთან დაკავშირებით, იცი რა მომერიდაო და ხო, ანუ ამითაც არ გამოირჩევა დღეს ჩვენი მოქალაქეები, რომ აი უფრო მეტად ჩაეძინონ, ესე ვთქვათ. კი, ნამდვილად მასეა. აი ყოველთვის მაგ საკითხთან მსჯელობისას ესეთი მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ საბჭოთა კავშირში ყველაფერს ასრულებდა სახელმწიფო. იყო შესაბამისი პროფესიის ადამიანი, ნოტარიუსი, რომელიც უზრუნველყოფდა ხელშეკრულების დადებას გარკვეულ აქტივის შეძენასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად არანაირი რისკის გათვალისწინება სუბიექტს არ უწევდა. უბრალოდ ეთყობდნენ მას, რომ არ გამოდის. თუ გამოდის, მაგ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნებოდა. როდესაც დაიშალა ეს სისტემა და დღის წესრიგში დადგა სრულიად ახალი რეალობის გააზრება, აღმოჩნდა მილიონობით ადამიანი იმ ვითარების წინაშე, რომ თურმე საჭირო არის ის, რომ შენ თვითონვე მოიკვლიო იმ პოტენციური გადაწყვეტილების რისკები, რასაც რეალურად ბევრი ადამიანისთვის მთელი ცხოვრების მნიშვნელობა აქვს ერთი ბინის შეძენას. რა თქმა უნდა. როდესაც ეს ყველაფერი გადაეკისრა სისტემურად ერთი დიდი სახელმწიფოდან ერთ კონკრეტულ ინდივიდს, ამ ყველაფრის გააზრება ყველას არ განუხორციელებია. შესაბამისად, კლავაც და კლავაც აქვთ ისეთი ილუზორული წარმოდგენები, რომ აი ნოტარიუსთან ხომ დავამოწმე. სინამდვილეში კი ნოტარიუსის ფუნქციები მინიმუმ 10 ჯერ, ან 20 ჯერ შემცირებულია დღეს და პრაქტიკულად მხოლოდ სახელია შერჩენილი. ის მთელი რიგი უფლებები, რაც გააჩნდათ მათ ძველ დროში, ისინი მათ ჩამორთმეული აქვთ და ისინი გადანაწილებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებზე და კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე ადვოკატებზე. ეს ყველაფერი ვინც იცის და ვინც გაიგო, იმას რა თქმა უნდა ნაკლები პრობლემები აქვს, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ყველაფერს არ უყურებს მნიშვნელოვან ფაქტორებად და უამრავი შემთხვევა მქონია ისეთი ტიპის, როდესაც აბსოლუტურ სამართლებრივად მოუწესრიგებელ ვითარებაში შედის ადამიანი, მაგალითად $50 დაკლების გამო. თითო კვადრატზე, სიტყვაზე ერთი შეიძლება თუ დაგიკლო $50, როდესაც რეალურად ძვირიან ქონებაზე ვლაპარაკობთ, არაფერი არც ამონაწერი აქვს, არც შენებლობის ნებართვა აქვს, აბსოლუტურად არის გაუგებარი ვითარება და მაინც რისკავენ, რომ აი ხელშეკრულება ხომ მაქვს და ნოტარიულად ხომ გაფორმდა. ნაკლებად ვიყიდე რა. ნოტარიუსი დღეს ნოტარიულ გაფორმებად ითვლება ისიც, რომ მხოლოდ სუბიექტის იდენტიფიკაციას ამოწმებს, რომ მე ნამდვილად ნოტარიუსმა ამა და ამან დავამოწმე ის, რომ ამა და ამ პიროვნებამ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტზე. თუმცა შინაარსზე იგი აღარ არის პასუხისმგებელი. ამ ყველაფრის ხომ არ არის აი ბოდიში ჩაგეკითხებით განსაზღვრული ის, რომ ნოტარიუსს აქვს დღეს ფუნქცია თუ შინაარსობრივ ნაწილზე ის პასუხისმგებელი გახდება რაღაც კონკრეტულ გარიგებაზე, მაგრამ საკმაოდ ზვირადღირებული არის. ანუ თუ ხელმოწერის დაზუსტებაზე მივდივართ, ანუ მის სინამდვილეზე ის არის იმ ჰონორართან კაპიკები, რაღაცა 7 თუ 10 ლარის ხო, და როცა შინაარსობრივ ნაწილზე ვთხოვთ ნოტარიუსს, რა თქმა უნდა იქ ნოტარიუსი უკვე ამოწმებს იმ დოკუმენტაციებს, ამონაწერებს, ესე ვთქვათ, ნებართვებს და ამ შემთხვევაში შეიძლება გაცილებით
დიდი იყოს. ეს ხო არ არის დამარყოლებელი ფასიც ამ შემთხვევაში, ერთ ამ ფორმას ირჩევს მოქალაქე. ძალიან ძვირი ის ნოტარიული შინაარსის ამოწმება, განსხვავება არის შეიძლება იყოს 500 ჯერ ძვირი იმ დამოწმებასთან მიმართებით, რასაც ახორციელებენ ხოლმე უმრავლეს შემთხვევებში, თუმცა ესეც ცოდნის შედეგად ღებულობთ ამ ინფორმაციას. თუ არ ვიცით, რომ არსებობს საჯარო დამოწმება, არსებობს კერძო დამოწმება, რა განსხვავება ამ ორს შორის, ბუნებრივია ყველა ირჩევს იაფს. რატომ უნდა გადავიხადო მე 1500 ლარი, როცა შემიძლია გადავიხადო 7 ლარი. აქედან გამომდინარე, ეს განსხვავება მნიშვნელოვანია და აი მაგ საინტერესო იქნება ადვოკატის როლის გაძლიერება, მაგალითად ბრიტანეთში არის მთელი რიგი გარიგებები, როცა ადვოკატის მონაწილეობაც ხდება სავალდებულო. აი იგივე საქართველოს მაგალითზე რო განვიხილოთ და შეიძლება ეს როგორც პროფესიასაც, ისე ამ მოქალაქეებსაც უფრო მეტად წაადგეს. გულისხმობ იმას, რომ ესეთი სახის გარიგებები, როცა ვსაუბრობთ ძლიერს და სუსტ მხარეს, ანუ ამ შემთხვევაში ახლა პირდაპირ ესე ვერ მივანიჭებთ, რომელიც მყიდველი არის შედარებით სუსტია, მაგრამ კომპანიას, რომელსაც ყველანაირი საშუალება აქვს, იქ თავისი ბუღალტრები ყავს, იურისტები ყავს, ეს დოკუმენტაცია ხელთა აქვს და მოქალაქეს, რომელსაც დაბალი სამართლებრივი ცნობიერება აქვს. დღეს ყველაფრის პრობლემა ეს არის, დაბალი სამართლებრივი ცნობიერების. მან არ იცის თავისუფლებების შესახებ, მან არ იცის რა რისკები შეიძლება ამას ხვალ მოყვეს და ის კიდევ სოციალური პაკეტი, რაც მას აქვს კონკრეტულად და გააგარიშება ამ უძრავი ქონების შესაძენად, ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში არის გათვლილი რაღაც საკრედიტო მომსახურებაზე და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის ირჩევს უფრო იაფად შეიძინოს და ზედმეტი დანახარჯების გარეშე. თუმცა ამას 80-90% მოყვება ის რისკები, რომ საერთოდ საფრთხე ექმნება თავის შენაძენს და შეიძლება საერთოდ დაკარგოს. აქ რომ იყოს მაგალითად რაღაც უძრავ ქონებებთან დაკავშირებით სტანდარტი, სადაც ადვოკატი არის ვალდებული, რომ ჩაერთოს ესეთ გარიგებებში. რა პრობლემა არის მეორე, როცა კომპანიასთან ხშირ შემთხვევაში მიმართავენ და ზედმეტს ეკითხებიან, აი მაგალითად მანახე პროექტი. იცით რა პროექტი ახლა არა გვაქვს. ან ხშირ შემთხვევაში თქვენ ეთყობა შეძენა არ გინდათ ამ უძრავი ქონების და აქ მოხვედით რაღაცა სხვა რაღაცების გამოსარკვევად. ეს დამოკიდებულებაც კი დღეს არსებობს და დამარყოლებელი არის, რომ მეტი ინფორმაცია მოითხოვ. ანუ როგორ მიუდგები საკითხს. ნუ თუ არ აქვს პროექტი, რას მოგცემს? ანუ იძულებულია რომ გაგცეს ან უხეშად გამოგისტუმროს ან ლამაზი სიტყვებით გადაგიდოს კონკრეტული შეხვედრა და ესე ვთქვათ აირიდოს თქვენაერი მყიდველი მან. ეს აქვს მიზნად, ხო? როცა არც პროექტი აქვს, არც ნებართვა აქვს, არც მიწა ეკუთვნის, არც საკუთრება აქვს, უბრალოდ მომავალზე აქვს ყველაფერი გათვლილი. თუ თავიდანვე არ აქვს ესე ვთქვათ ჩაფიქრებული ვიღაცის მოტყუებით ფულის დაუფლება. ანუ ამ შემთხვევაში აი თქვენი ხედვა გვაინტერესებს არა? ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ასეთი ტიპის სავალდებულო ჩართვა. შესაძლებელი არის, რომ დააწესო რაღაც კონკრეტული ლიმიტი, მაგალითად $10,000-მდე ხელშეკრულებებზე შეგიძლია დამოუკიდებლადაც მიიღო გადაწყვეტილება და ამის ზემოთ უკვე სავალდებულოდ რომ უნდა გქონდეს გათვალისწინებული შესაბამის სპეციალისტის ჩართულობა. ხო, ანუ გარიგება რაღაცა კონკრეტული თანხიდან იწყებოდეს. კი ბატონო, ახლა $2,000-3,000 გასაგები. ვფიქრობ, კარგი აზრი არის, რატომაც არა. ასეთი პრაქტიკა რეალურად ჩვენ ხო გვქონდა იგივე საბჭოთა კავშირის დროს ნოტარიუსების მეშვეობით, როდესაც ვერ განახორციელებდი უძრავნებთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებას ამ სუბიექტის ჩართვის გარეშე. ადვოკატურის რეალურ შესაძლებლობას ვერ იყენებს დღეს არსებული საზოგადოება იმის 50%-ითაც კი, რაც შეუძლია რომ გამოიყენოს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იქამდე მიგვიყვანს, რომ ისევ და ისევ მოსახლეობის მიერ ხდება ამ რისკების ზიდვა. თორემ ბუნებრივი არის შეუძლიათ, რომ მაგალითად ერთი კონსულტაციის გავლას არაფერი არ უნდა, მინიმუმ იმის იდენტიფიკაციისთვის ძალიან იურისტისთვის ძალიან მარტივი არის რიგი შემთხვევების გაანალიზება, რამდენად სარისკო არის კონკრეტული უძრავი ქონება და შეიძლება ერთი თვალის გადავლებითაც ნათელი იყოს, რომ საქმე გვაქვს ისეთ ტიპის სუბიექტთან, რომელიც არ არის კეთილსინდისიერი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, კარგი იქნებოდა. განშლაზე მკითხეთ თქვენ და განშლაზე გეტყვით, უპირველეს ყოვლისა რა არის განშლა.
ეს არის არქიტექტურული პროექტის მიხედვით საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ინდივიდუალურ საკუთრებებად ობიექტის გადაქცევა. ანუ თავიდან ხომ ერთი საკადასტრო ერთეული აქვს მიწის ნაკვეთს, როგორც კი მრავალბინიან შენობა-ნაგებობას მივუტან საჯარო რეესტრს დასარეგისტრირებლად, თითოეული ბინა უნდა გადაიქცეს ინდივიდუალური საკუთრების ობიექტად. მას უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელი საკადასტრო კოდი, მას უნდა მიენიჭოს სართული, სადარბაზო, ნუმერაცია უნდა განისაზღვროს და ამ ფორმით ხდება განშლის რეგისტრაცია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი ერთეულები, ისე მოვეპყრათ შემდგომში თითოეულ ამ ობიექტს. თუ განშლა განხორციელებული აქვს საჯარო რეესტრს, შემდგომში ის არის განსახილველი და საკითხავი, რამდენად არის განხორციელებული შენებლობა პროექტის მიხედვით აშენებული. ანუ ის რომ საჯარო რეესტრმა განახორციელა არქიტექტურული პროექტის მიხედვით განშლა, არ ნიშნავს რომ ზუსტად ისე მოხდებოდა მისი აშენება. ეს პრობლემა ძალიან ბევრ მშენებელს უდგას დღის წესრიგში, როდესაც აქვს განშლა პირობითად 10 სართულიან საცხოვრებელ სახლზე და რეალურად ან უფრო პატარა რაოდენობით აქვს აშენებული, ან უფრო დიდი. ამ დროს გაზრდილი მასშტაბებით, კი. კიდე ერთი რისკი შემოდის დღის წესრიგში, რომ პროექტის მიხედვით, როდესაც არ არის განხორციელებული მშენებლობა, ბუნებრივია არ დაედრება ამ მონაწერი განხორციელებულ რეალურ ფარტს, ანუ რაც აშენდა. ამ დროს მიდის ხოლმე მე დავა განსაკუთრებით ისეთ ობიექტებზე, როდესაც რამდენიმეჯერ არის გადაყიდული, არ ემთხვევა, გაქვს ამ მონაწერი, რომელიც პროექტის მიხედვით რო აშენებული იყო, კი ბატონო, ყველაფერი გასაგები იქნებოდა, მაგრამ აბსოლუტურად არ ემთხვევა განხორციელებული მშენებლობა არცებულ პროექტს. ეს ხდება ხოლმე მაშინ, როგორც წესი, როდესაც წარმოიქმნება ან მეზობლებთან პრობლემა, ან რაღაც რელიეფის განსხვავებას წააწყდებიან ხოლმე, ყოფილა ისეთ შემთხვევებიც, როდესაც შუა მშენებლობისას რაღაც დიდ მილს აღმოაჩენენ, ეს შეიძლება იყოს ან ხშირ შემთხვევაში ეს ხაზოვანი ნაგებობები მიწისქვეშა კომუნიკაციები არ არის ასახული რუქაზე და მე აღმოაჩენა. ძალიან არ არის ხოლმე ასახული და ეს ხდება ახალი პრობლემა. თუმცა ჩვენ ერთ რაღაცაზე ვთანხმდებით, რომ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით თუნდაც არსებობდეს განშლა, ხშირ შემთხვევაში დამტკიცებულ პროექტს თანავე უკეთებენ რაღაც განშლას, რომ გასხვისებები უფრო ესე ვთქვათ იოლად გააკეთონ და რაღაც კონკრეტული საკუთრებები დაარეგისტრონ საომავლო უფლებებით. თქვენ ერთი საკითხი ახსენეთ, დაღადაღება აკრძალვასთან დაკავშირებით გასაგებია, მაგრამ იპოთეკასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინახია ხშირად ხელშეკრულებები, სადაც მყიდველისგან წინასწარ იღებს აქცევს ამ თანხმობას, რომ მშენებელი მშენებლობის პროცესში და მშენებლობის მიზნებისთვის არის უფლებამოსილი, რომ იპოთეკაში ჩადოს ეს უძრავი ქონება, განკარგოს და ასე შემდეგ და ასე. რა თქმა უნდა, მე იღებს ვალდებულებას, რომ საბოლოო ფარტის გადმოცემის დროს იპოთეკა მოხსნილი იქნება. ამ შემთხვევასაც არ აქცევს ბევრი ყურადღებას, ან ხშირ შემთხვევაში საერთოდ იპოთეკა მოყვება და მე აღმოჩნდება, რომ წილობრივად მიწაზე დადებული იპოთეკა ნაწილდება იმ ბინებზე და თუ ყიდულობ რაღაც კონკრეტული X თანხად, შესაძლებელია, რომ ბანკის ვალდებულებაც გამოყვეს საბოლოო ჯამში. და აი ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ თუნდაც იმ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ გამონთავისუფლდეს იპოთეკისაგან, რა ვალდებულებები უნდა ვალდებულებების შესრულება უნდა მოთხოვოს მშენებელს. პირველ რიგში სანამ გააფორმოს ხელშეკრულებას, კიდე ერთხელ ვამბობ, საუკეთესო პრევენცია არის კონსულტაციის გავლა. კონსულტაციის გარშემოყრეთ არ გამოდის არაფერი. უნდა არჩიოს მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, რაც იქნება გადასახდელი, აუცილებლად უნდა გადაიხადოს და ეს რეალურად მიზერია ბინის ღირებულებასთან შედარებით. დანარჩენს ყველაფერს, რა თქმა უნდა, ის გააკეთებს. ახლა უშუალოდ შინაარსობრივად რას გააკეთებს ასეთი კვალიფიციური იურისტი, როდესაც საუბრობთ პოტენციურ რისკების ერთ-ერთ სახეობაზე იპოთეკასთან მიმართებით. ეს არის შემთხვევა, როდესაც სანივთო უფლება, რომელიც დაკავშირებულია არსობრივად ნივთთან, ნებისმიერ ახალ მესაკუთრეს გადაყვება ისე, როგორც ნივთი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამართლებრივი უფლება, რომელსაც ერთადერთ შემთხვევაში აღემატება სახელმწიფო
საგადასახადო ვალდებულების მოთხოვნა. გირავნობის უფლება, კი ბატონო. კი ბატონო, ესეც იმ შემთხვევაში თუ კი იპოთეკარი არ არის ბანკი ან შესაბამისი ფინანსური ორგანიზაცია. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში იპოთეკა არის უპირველესი უფლებებს შორის და როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ კი მე მივცემ უფლებას, რომ თან ბინას ვყიდულობ და თან ჩემი უძრავი ქონება იპოთეკით იქნას დატვირთული, რა თქმა უნდა, მე რისკები. რისკავ იმას, რომ დავკარგავ ბინას. იმიტომ რომ მე აბსოლუტურად ვეღარაფერს ვეღარ ვაკონტროლებ. ფაქტიურად მე გაცემული მაქვს მინდობილობა იმასთან დაკავშირებით, რომ განხორციელდეს ჩემი უძრავი ქონების ვიღაცის სასარგებლოდ იპოთეკაში ჩადება და ვარ სამართლებრივად ძალიან ცუდ ვითარებაში. და ბოლო შეკითხვა და ამით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, დროც იწურება. მოქალაქემ, რომელსაც უნდა უძრავი ქონები შეძინა, მას აინტერესებს პირველ რიგში ამ შენობა ნაგებობის მდგრადობა. როცა მაღალსართულიან კორპუსს ეხება საკითხი. იმ მოცემულობაში, რომ დღეს სახელმწიფო იძულებული გახდა, ეს ყოველი ამინისტია ალბათ გარკვეულწილად იძულებაც არის, ხო? იძულებული გახდა, რომ ამინისტია იქნეს მიღებული, რათა ეს უკანონოდ ნაწარმოები მშენებლობა გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს და ამავდროულად ამ პროცესმა უნდა უზრუნველყოს ინსპექტირება, გადამოწმება, ზედამხედველობა, რამდენად სწორად არის ნაშენები და შეესაბამება თუ არა იგივე კონსტრუქციული ნაწილი იმ სტანდარტებს, რომ მისი მყარი მდგრადობასთან დაკავშირებით ჰქონდეს ზუსტი დობა. აქ გარკვეულწილად რისკებთან არის დაკავშირებული, ჩვენ არ ვიცით კონკრეტულ შენებობას რას უწუნებენ, ესე ვთქვა და რატომ ვერ იღებს ექსპლუატაციაში. და აი ამ შემთხვევაში ის აქტი უზრუნველყოფს თუ არა საბოლოო ჯამში ამ აქტით შენობა ნაგებობას მინიჭებული ვთქვათ და ექსპლუატაციაში მიღება. რომ არის ეს შენობა ნაგებობა, ყველან არის სტანდარტის მატარებელი. და აი მთავრდება ბოლო პასუხი არის თქვენი და ამინისტიები ჩვენს ქვეყანაში არ არის ახალი. პირველი სამშენებლო ამინისტია 2007 წელს გამოიცა და იმის შემდეგ განხორციელდა რამდენიმეჯერ. ბოლო ამინისტია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კანონიერ ჭრილში მოვაქციოთ შენობა ნაგებობა, პირდაპირ არის მიბმული კერძო სუბიექტებზე, კერძო ექსპერტებზე, რომლებიც გასცემენ სავალდებულოდ მისაღებ დასკვნას შენობა ნაგებობის მდგრადობასთან დაკავშირებით. თუ კი ვინმე ისეთი ექსპერტი გამოჩნდება, რომელიც ავარიულ შენობაზე იტყვის იმას, რომ კარგი ნაშენები არის და არ შეუქმნის საფრთხეს მის შემდგომ ექსპლუატაციას, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ის იქნება ამაზე პასუხისმგებელი ყველა სუბიექტი, ვინც ხელს აწერს ამ ტიპის დასკვნას. თუმცა მთავარი არის, რომ ეს პროცესი ზუსტად ამ პროცედურებს ითვალისწინებს და ესე ვთქვათ, მოწუდება ეს ყველაფერი. ითვალისწინებს მთელ რიგ დოკუმენტაციას ითვალისწინებს, რომელიც მოთხოვნილი აქვს სახელმწიფოს და რეალურად ამინისტიის დოკუმენტაციის შეკრება ძალიან ძვირიანი სიამოვნება გახდა. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენ ცოტათი დროს გადავაშორეთ ბოდიშით